იყენებ სოციქსელებს, მაშინ ეს ვიდეო შენთვისაა და თუ ამ ვიდეოს უყურებ, ესე იგი იყენებ. პირველი რჩევა, დაალაიქე კონტენტი, რომელიც მოგწონს. ამით შენ კონტენტ კრეატორს ეხმარები და ალგორითმს ასწავლი, როგორი კონტენტი მოგწონს, რომ უფრო მეტი გაჩვენოს. მეორე, თუ იმდენად მოგწონს, რომ ძალიან მოგწონს, დაარეპოსტე, გაუზიარე მეგობარს, ამითაც ეხმარები კონტენტ კრეატორს და თუ იმდენად მოგწონს კონტენტი, რომ გულში ვეღარ იტევ ამ ემოციებს, დაწერე კომენტარი, დადებითი, სიყვარულით სავსე, ამით შენ თავსაც გააბედნიერებ, იმიტომ რომ რაღაც კარგი გააკეთე და სხვასაც კონტენტ კრეატორსაც აგზნობინებ რაღაც სითბოს, რაც უკვე კარგი არის. მესამე, ნუ დაწერ ნეგატიურ კომენტარს. არ მოგეწონა რაღაც ვიდეო და თვლი რომ შენი ცხოვრების ძვირფასი დროის დანაკარგი იყო და მეტი არაფერი, გააჯმევინე, ასკროლე, ნუ დარჩები უფრო დიდხანს, ნუ დაწერ ნეგატიურ კომენტარს, ნუ ჩაუჯვავ კონტენტ კრეატორს, რომელიც თავისთვის რაღაცას ცდილობს, მაგრამ ნუ შეიძლება შენთვის კონკრეტულ მოსწონი რაღაცა არ გადაიღო იმ ერთხელ. ამითაც შენ ნერვებსაც გაუფრთხილდები და სხვასაც არ მიაყენებ შეურაცხყოფას ან არ აწენინებ უბრალოდ და შენ ალგორითმსაც არ ასწავლი იმას, რომ მსგავსი კონტენტი გაინტერესებს მარტო იმიტომ რომ კომენტარებს წერ, რომ ალგორითმა მერე იგივენაირი კონტენტი კიდევ არ განახოს, კიდევ არ მოგიშალოს ნერვები, რომ კიდე არ დაწერო ნეგატიური კომენტარები, რომ კიდე იგივენაირი კონტენტი გაჩვენოს. რატო? სოციალურ ქსელს ყველა იმისთვის ვიყენებთ, რომ ცოტათი განვიტვირთოთ იმ საგიჟეთ სამყაროსგან, რაშიც ცხოვრობთ არა? რატო ასწავლი ალგორითმს იმას, რომ გაანახოს ისეთ ვიდეოები, რომელიც ნერვებს გიშლის, ანუ. ნუ ეხლა რავი, თუ მაზოხისტი ხარ, თუ ცხოვრებაზე გაბოროტებული ხარ და გინდა რომ ყველას აჯვა, მარტო იმიტომ რომ რატომაც არა? ოკეი. შენი საქმეა. მაგრამ ეჭვი მიპარება რომ ეგრე იყოს. სულ ესა, აბა